ძალიან ბევრი და დიდი ემოციების და წნეხის ქვეშ ვიწევდა თამაში, იმიტომ რომ ვეთამაშეთ ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებს. თავის წამყვანი ევროპელი და არა მარტო ევროპელი NBA-ის კალათბურთელებით. შედეგი სახეზეა და ეს ყველაფერი არ დანებების და იმ ქართული სულის შედეგია, რაც ჩვენ მოედანზე ვანახეთ. ეს არის ყოველი ჩვენი გულწრფელი გულშემატკივრისთვის რა. ყველა ჩვენთაგანი რაღაცისთვის ვთამაშობთ და დღეს ეს დავამტკიცეთ, რომ რაღაცისთვის ვითამაშოთ. ჩვენი საკუთარი ოჯახებისთვის, ჩვენი ხალხისთვის და ერთმანეთისთვის. კი, არა, კიდე ერთი ნაბიჯია ის რომ ჯგუფინა გასვლის, იმიტომ რომ როგორც თქვი 2017 წელს მოგვიდა იგივე პირველ რიგი დავამარცხეთ ძალიან ძლიერი ბიტვა თელ-ავივში და მე შემდეგ ჯგუფინა ვერ გავედით, ასე რომ ეგ უფრო მოტივაციას გვაძლევს და უფრო ვფიქრობ, რომ როგორ ახსნა არ ვიცი, კარს გვიკეტავს იმის, რომ არ დავიწყოთ იმაზე ფიქრი, რომ იცი რა ეხა ესპანეთი დავამარცხეთ და უკვე გასულები ვართ, იმიტომ რომ ნამდვილად არ არის ესე კიდე თამაშები მოსაკვეთები გვაქვს და თუ ერთად დავრჩებით, ერთად ვითამაშოთ, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ, ყველას დამარცხება შეგვიძლია და დღეს ეს ვაჩვენებთ ნამდვილად. იყო რაღაც მომენტები თამაშის ბოლოს, თითქოს რომ დაიძაბა თითქოს ამოგვეწყვეტ, მაგრამ ჩვენ მოგუშემატკივრებმა და მათმა პარტნიორებმა არ მოგვწევს საშუალება რომ მოდუნებულიყო. ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავხადო მთელი გუნდის სახელით, ვინც მოახერხა და ჩამოვიდა, ვინც ტელევიზორიდან გვიყურებდა და ვისაც ჩვენი ბოლომდე ჯეროდა ნამდვილ გულშემატკივრს. ეს თამაში იყო განსაკუთრებული, ძალიან მაგარი თამაში იყო. ველოდებოდით რომ ან მოვიგებდით, ან წავაგებდით, უფრო წავაგებდით, მაგრამ მოვიგეთ და ძალიან მიხარია და მეც მიხარია, რა თქმა უნდა, ძალიან კაი თამაში ჩაატარეს ბიჭებმა, რა. მიხარია რომ მოვიგეთ. შემდეგ თამაშებსაც ვფიქრობ რომ მოვიგეთ. ამ თამაში დაიწყო, იცნობოდა მუხტი რომ შეგვიძლია ამ თამაშის მოგება და ბიჭებმა სასწაული გააკეთეს, ძალიან მაგარი არის და შემდეგ იტალია და იტალიას ესე უნდა მოვიგოთ ზუსტად. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენ თამაშზე დღეს და მგონია რომ ჩვენ ბიჭებმა ძალიან კარგად